სეზონში. ზედიზედ გაიტანა ეროვნულ ლიგაში მან გოლები, გაუტანა დილას კარს. ეს უკვე მესამე დარტყმაა კარისკენ. ამ სამი რამ ვერ მოახერხა ამის გაკეთება მე 40 მეშვიდეზე დინამო ბათუმი 40 ქულით, მერვეზე გარეჯი 34 ქულით, თიღავი 33 ქულით არის მეცხრე პოზიციაზე. აქ დარტყმა და იხსნება ანგარიში შესაძლებენ ხოზრევანიძე, რომელმაც ეს გოლი გაში ბოლო შეხვედრაში მოახერხა მესამე საგოლე მოქმედების გახორციელებას. საჯარიმოს გარედან მოდის მე-20 წუთზე, ნახოთ მეორე სართულზე ვიდი თამაშებს უკეთ სახიფათო ეპიზოდი, დარტყმა და იხსნება ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში. გადანილი გოლის ავტორი კი გახლავთ ლევან ხოზრევანია. კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში, იშვიათად ექნებოდა ბათუმის დინამოს მომენტები, ახლა შემტევი და მანაც ჩვენივდათ ისარგებლა ამ შანსით გამოიყენა ეს მომენტი და როგორც გითხარით 19 წლის შემტევისათვის ეს გახლავთ ტემპის განსაზღვრელი გახდათ. აქ კარში დარტყმა, კიდევ ერთი დარტყმა და აფსაიდი თუ არ არის ეს გოლი ჩაითვლება და ვინ თუ არა ლევან წარმოუდგენელი ამბავია ეს მისთვის. გამეორება ეპიზოდის თავიდან აფიანიძე აბუსელიძე გამუშავებული აბუსელიძე და გაიხსნა გოლოდელა დინამო ბათუმმა აკადათ იარა საჯარიმოში და ხოზრევანი სადიყო ამ ფიგურაში გარეჯის განახაზი ვარიანტი ეს შედის გაგზავნების საკუთარი ჩარჩოს გადაცემა ძალიან კარგი თამაშობს ხოზრევანიძე თავად შეუძლია გავიდეს დასაწყო პოზიციაზე გრძელდება ბათუმის ენერგიაში ჩატარდება დარტყმა და ერთი ბათუმელებმა აღდგენა დღევანდელ ბალაძე, ფუკარაძე, ჯაფარიძე, კომახიძე, აბუსელიძე, დუმბაძე, 19 წლის ბიჭები ამ საფათო იერიშ ბათუმის დინამომ მოახერხა თუნდაც პრინციპში ფულის მოხება აქციაში ხელავს გაუხრება შანსი იმისა რომ სამშობლო მისთვის ფული ახალ დარჩენის სამიტურია და რეალურად კიდევ ერთი შანსი ბათუმელებს დარტყმა მაგალი თავი რა თქმა უნდა ექნება შანსი რომ სტილამოგა და აი ხედავთ სუპერბიზის ჩამოდება და ხოზრევანიძე ნორ კასამერო თულკურიდან აღნიშნა თამაში ჯარი მარქსინდება ჯაფარიძე ხოზრევანიძის დარტყმა მადიდა მოხარეს თუმცა კერესები არ გამოუვიდა არ მისცა სამს გაკეთების საშუალება დინამოს გაიტო ვაჰაბი სპასი გავიდა ხოზრევანიძე იქნება პირველი უსთან ვიღებს მე-20 ნომერი იშვიათად ონტაიმში მაგრამ ახლა შეტევა ჯაფარიძე ხოზრევანიძეზე გადაცემა ხოზრევანიძე დარტყმა კიდევ ერთი დარტყმა